თეონაფერაძე ერთ-ერთია იმ ქალბატონებიდან, რომელმაც საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. მსგავსი ნაკეთობების შექმნაზე რამდენიმე თვეა მუშაობს. ამბობს, რომ თავიდან გაუჭირდა, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილია. ეს არის ჩემი პირველი ნამუშევრები. ქალბატონმა მაია არჩვაძე შეცვალა. ეს სწავლა თავიდან ძალიან სკეპტიკურად შეგვიძლია, რომ ყველა ვერ შეწყდება. უხდა სასწავლო, იმდენად ადვილად გავითარებსით და ეს სილამაზე იმდენად სასიამოვნოა, რასაც ბიჟუტერია, თვლები, კერამიკა, ფერადილენდები. ეს ნაკეთობები სტუდია Magic Art-ში თვითნასწავლი ხელოვანების მიერ დამზადდა. მათი გამოფენა გაყიდვა გალერეა ვაჩეში შედგა. გამოფენა იმართება ოჯახში ძალადობის მიცხოვრებულ მანდილოსანთა ფსიქოლოგიის სოციალური აბილიტაციის პროექტის ფარგლებში. ეს არის მათი უნიკალური ნამუშევრები, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა მასალაში. გამოფენის გაკეთების იდეა მაიკო არჩვაძეს ეკუთვნის. მხატვარ დიზაინერმა ამ პროექტის განხორციელება მათ შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადამიანებს შეხვდა. შეხვედრა მქონდა ამერიკის კონგრესმენ ქალბატონთან ანა მარია ბუკრესთან, რომელიც არის ქალთა უფლებების დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში. გამიჩნდა სურვილი, რომ ქალბატონებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სოლიდარობა გამოაცხადებინა, მეჩვენებინა, რომ ყველანაირი სიბოროტეს, ძალადობას შეიძლება დავხვდეთ სიკეთით, ლამაზით და სიყვარულით. გამოფენა მიმდინარეობს პროექტ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია არტ-თერაპიის საშუალებით პარკლებში. სტუდიის პარტნიორი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელია. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.